შინ სოხუმში ჩატარდა ეგრეთ წოდებული ინაუგურაცია. ჩატარდა სცენარით, რომელიც ჩვენ არაერთხელ გვინახავს, მაგრამ გუშინდელი ეგრეთ წოდებული ინაუგურაცია იმით განსხვავდებოდა სხვა დანარჩენი მსგავსი ღონისძიებებისაგან, რაც მათ ჩაუტარებიათ, რომ თავარი მოქმედი გმირი იყო არა ის დე-ფაქტო პრეზიდენტი, არამედ მეფის ნაცვალი, თუ როგორ არის ახლა იმას შეიძლება მეფის ნაცვალი დაერქვას, კირიენკო, რომელიც იძლეოდა დავალებებს, დარიგებებს აძლევდა, როგორ მოქცეულიყვნენ ამა თუ იმ ვითარებაში, რა საკითხები უნდა განეხილათ, რა საკითხები უნდა გადაეჭრათ და ასე შემდეგ. ასე რომ კიდევ ერთხელ გუშინ ყველამ, ვისაც ამის დანახვა სურს, ძალიან კარგად დაინახა, რომ აფხაზეთი ეს არის ოკუპირებული ტერიტორია და არავითარი დამოუკიდებლობა მათ არ გააჩნიათ.